გქონია ისეთი შემთხვევა, რომ თითქოს შენი გულისცემა არასწორია. ან თითქოს სუნთქვაში რაღაც აირია. ან ფიქრობ, რომ რაღაც გჭირს და როდესაც სხვა გარწმუნებს, რომ რაღაც დაავადება და სხვა გარწმუნებს, რომ არაფერი არ გჭირს, ეს არ გეხმარება და ამას ვერ იჯერებ. დღეს ვისაუბრებთ იპოქონდრიაზე, იპოქონდრიულ ადამიანზე, რა სიმპტომები აქვს ამ ყველაფერს და როგორ შეიძლება ამას ვუმკურნალოთ. ვინც იტანჯება ამ ასე ვთქვათ, აშლილობით, ფსიქიკური აშლილობით, მას ეცოდინება ეს რა არის, ის საკუთარ თავს ამოიცნობს და ეს ვიდეო სწორედ მათთვის არის. ან თუ ახლობელი გყავთ ესეთი, მაშინ ასევე შეიძლება ახლობელში ეს ამოიცნოთ და არ ვიცი, დაეხმაროთ, მიუთითოთ იმისკენ, რომ მიხედოს ამ ყველაფერს და იმკურნალოს. მოკლედ, იპოქონდრია ეს სახელი, დიაგნოზი ამისთვის უკვე აღარ გამოიყენება, სხვა სახელი ქვია, როგორც ფსიქოლოგიაში, სამედიცინოდ, მაგრამ ოკეი, იმისთვის რომ ადამიანმა კარგად გაიგონ, ამიტომ საუბრობ ამ სახელით, ხო? ეხლა ნახეთ რა ხდება. ადამიანი მუდმივად გადაზედმეტებულად შფოთავს და ზრუნავს საკუთარ სხეულზე, ჯანმრთელობაზე და მუდმივი შფოთვა აქვს და მუდმივი კონტროლი საკუთარ სხეულზე და ფიქრობს და ეჭვობს სულ რომ მას შეიძლება ჰქონდეს რაღაცა დაავადებები და ასე შემდეგ. და ნახეთ, აი როგორია ესეთი ადამიანი. შფოთვარე, ფიქრები აწუხებს, შფოთვის შეტევებამდე შეიძლება მივიდეს, ხო? რაც პანიკური შეტევა საერთოდ არ იყოს, მაგრამ იყოს შფოთვის შემოტევა. და ნახეთ, აი პატარა სიმპტომიც კი, რომელიც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, ხო? ბუნებრივი სიმპტომი, აი ჩვეულებრივი ნორმალური სიმპტომი, არ ვიცი, თავი წამოსტკივდა, თქვათ გადაღლილია და არ ვიცი, რაღაც გული აუჩქარდა, იმიტომ რომ თქვათ, არ ვიცი, სწრაფად გაიარა რაღაც ადგილი, ხო? აი ჩვეულებრივ უწყინარ სიმპტომზე შეიძლება არსებობს უწყინარი სიმპტომი სხეულში და ამას აღიქვავს როგორც რაღაცა საგანგაშოს და მიდის მისი ფიქრები იქამდე რომ რაღაცა დაავადება შეიძლება სჭირდეს, ხო? და რა ახასიათებს ესეთ ადამიანს? მუდმივი დაკვირვება საკუთარ სხეულზე, კონტროლი. აი და გამახვილებულია ყურები, შეგრძნება, რომ აი ფოკუსი არის სხეულზე, რა გაფაჩუნდება, აი თითოეული გაფაჩუნება სხეულის, აი თითოეული შეგრძნება სხეულზე, ყველაფერს აღიქვავს და თან აღიქვავს საკმაოდ ხმამაღლა. აი ხმამაღლა ესმის ეს ყველაფერი. მეცაც გეტყვით, არის ესეთი სიმპტომიც, რომ გულისცემა ესმის, მაგრამ როცა გაისინჯავს ეს ადამიანი შეიძლება საერთოდაც არ იყოს გულისცემა აჩქარებული, მაგრამ არის ნევროზული გულისცემა, ანუ გულიცემს ისე როგორც უნდა ცემდეს, მაგრამ ეს ამ ადამიანს გონია რომ გონია კი არა, აი ესმის იმდენად ფოკუსირებულია გულისცემაზე, რომ მას ესმის ეს თავისი გულისცემა და ფიქრობს რომ რაღაცა ისე ვერ არის. ხო? რაღაცა აირია. და ნახეთ, შემდეგი რაც ასეთ ადამიანებს ახასიათებთ, ინტერნეტში აუცილებლად იწყებენ ძებნას სიმპტომების მიხედვით თუ რა დაავადება სჭირთ მათ. გუგლავენ და რა თქმა უნდა იქ ძალიან ცუდ პასუხებს იღებენ, იმიტომ რომ ეს არასერიოზულია, ხო დიაგნოზი ეს არ ესმება და რაღაც სულელური სიმპტომებისგან სულელური დიაგნოზი გამოდის ინტერნეტში რომ ჩაწეროთ, აუცილებლად რაღაცა საშიში გამოდის და ეს ადამიანები კიდევ უფრო აი ჩაკეტილი წრია, კიდევ უფრო შფოთვაში ვარდებიან. მე ეს შფოთვა შეიძლება იყოს უკიდურესად მივიდეს, ანუ ყველაფერი ეჩვენებოდეს, რომ აი ეს დაავადება არის, მოხდეს ამის აკვიატება და შემდეგი ნაბიჯი, ბოლო ნაბიჯი ერთგვარი რაც ხდება, რომ უნდა მივიდეს ექიმთან. და ასეთი ადამიანები ძალიან ხშირად
სტუმრობენ ექიმის კაბინეტებს. შეიძლება, არ ვიცი, სისხლის ანალიზი აიღოს კვირაში ერთხელ, გადაიღონ ტომოგრაფია, რენტგენი, სხეული, გააშუქონ თავი, შინაგანი ორგანოები, ყველა ანალიზი ჩაიტარონ, ხო, აი გამუდმებით დადიან ექიმებში. და ნახეთ, აი ეს ციკლია რა ერთგვარი, აი წრეა, რაზეც ესეთი იპოქონდრიული ადამიანი მოძრაობს, აი ამ წრეში მუდმივად, ხო? არის რაღაცა სიმპტომი, შეიძლება იყოს რაღაც სიმპტომი, სხეულს უწყინარი, შეიძლება არც იყოს, ხო? უბრალოდ თვითონ დაინახა. ამას აკვირდება, იწყებს შფოთვას, იწყებს მერე მოქმედებებს, რაც უარეს შფოთვაში შეყავს ეს ადამიანი, ხო, ანუ დაგუგლას, მოძიებას, შემდეგ ეჩვენება და იჯერებს, რომ მას რაღაც ჭირს, აი ეს გამუდმებული ამ შფოთვაშია, რაღაცა დაავადება მას ჭირს, არ გამორჩეს, არაფერი არ გამორჩეს, ხო, აი მუდმივად აკონტროლოს და შემდეგ მიდის ექიმთან, ექიმი ამშვიდებს, რომ არაფერი არ არის, გამოკვლევებს ჩაუტარებს, მშვიდდება ადამიანი, შეიძლება დამშვიდდეს რამდენიმე საათი, შეიძლება 1 დღე, 2 დღე, შეიძლება 1 კვირა, შეიძლება 1 თვე, გააჩნია ადამიანს, გააჩნია ამის სიმძიმეს, რამდენად მშფოთვარეა ადამიანი, დამშვიდება გარკვეული პერიოდი, მერე ისევ თავიდან, ისევ მოულოდნელად იწყება იგივე შფოთვა, ისევ მიდის ექიმთან და აი ეს წრე არ სრულდება და ჩათვალეთ, რომ აი დღის წესრიგი, აი ადამიანი ამაში ცხოვრობს, გამუდმებულად ამაში ადამიანებს გვერდით მყოფებს უკვე მობეზრებული აქვთ ეს სიტუაცია, უკვე აღარაფერს აღარ უჯერებენ, მაგრამ ეს ადამიანი აი აყოლილია ამ შიშებს, ხო? და აი ესეთი ფიქრები აქვთ ხოლმე, რომ აი არაფერი გამომეპაროს. აი კი შევამოწმე ერთი თვის წინ, მაგრამ იქნებ ეხლა აირია რაღაც. მერე ახსენდებათ, რომ აი წარსულში ან თავად ნათესავებს ან საგვარეულოში ვიღაცას ესე უცებ დაემართა რაღაც დაავადება, აი იმას დაემართა, იმას ესე იყო და იქნებ ესეც ვთქვათ, მეც ესე შემემთხვეს, ხო? და აი ეს ექიმი, ხო, იქნებ ექიმს რაღაც გამორჩა, არის ხოლმე აი ეს მომენტი, ხო? აი არ დაჯერება, მე წავა სხვა ექიმთან გადაამოწმებს, ცოტა ხანი დაისვენებს, მე ისევ მივა და აი ეს ციკლი გამუდმებით გრძელდება და გრძელდება. აბა დაუკვირდით, ვინ ხართ ასე და ამგვარად ვინ იქცევით? თუ ესე ხართ, ამოიცანით, რომ ეს არის გარკვეული შფოთვაში ყოფნა, იპოქონდრიული დიაგნოზი, რომელიც შეიძლება ადამიანს დაესვას, ხო? და რომლის კურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ძირითადი მახასიათებელი რა არის, ხო? რომ ეძებს ინტერნეტში დაავადებებს, ეს ურთულებს სიმპტომებს, დაკვირვება სხეულზე და გამუდმებით ექიმებში სიარული. შეიძლება ფსიქოლოგებში სიარულიც. ხო? თუ შესაბამისი სპეციალისტი არ ნახე, მკურნალობა არ ხდება სწორი და შეიძლება ნახო კიდევაც, მაგრამ ნახე იმასაც არ უჯერებდე. ფსიქოლოგსაც არ იჯერებდე, გამორჩა რაღაცა, იმასაც გამორჩა, იმასაც იცვლიდი ამ ყველაფერს, ხო? ეს კიდევ სხვა რაღაც არის, დავანებოთ თავი. და ნახეთ, საიდან მოდის ეს? ეს არის როგორი რაღაც, იცით, აი მოულოდნელი რაღაცის შიში, აი და გინდება კონტროლი, აი კონტროლის დაკარგვის გეშინია, აი რაღაცა მოულოდნელი მოხდება შენ თავს, ამის გამო დაკარგავ კონტროლს საკუთარ თავზე, არ ვიცი, ცხოვრებაზე, ამის გეშინია და იწყებ გადამეძებნებულ კონტროლს, ხო? და დაკვირვებას, რომ აი არაფერი არ გამოგჩეს. და ეს მოდის აღზრდიდან, ტრავმებიდან, ბავშვობის ტრავმებიდან და შეიძლება ნახეთ როგორ არის აი საგვარეულო სისტემაც შეიძლება დატვირთული იყოს ამგვარი ან სხვა ტიპის რაღაცა ფსიქოლოგიური აშლილობებისგან, ხო? გენეტიკური ამბავიც არის. და მე აი ბავშვობაში ყალიბდება რაღაც უკვე ფსიქოტიპი და მე რო იზრდება ადამიანი რაღაც გადააწყდება რაღაც თქვათ რთულ მოვლენას და გაეღვიძება ეს თავისი ხასიათის ნიშან-თვისება, ასე რომ თქვათ, ხო? რაც უნდა გააკეთოთ, ნახე, პირველი შეწყვიტეთ, დაგუგლა, ეს სწორ პასუხებს არ იძლევა.
მეორე, უნდა შეამციროთ სხეულზე ყურადღება, იმიტომ რომ აუცილებლად რაღაცას აღმოაჩენთ, ხო? რომ დაკვირვება, აი ყველაფერი აბსოლუტურად აი ნებისმიერ ოდნავ ხელი წამოვტკივდება, ესეც კი საეჭვო სიმპტომი შეიძლება იყოს თქვენთვის, ამიტომ შეწყვიტეთ დაკვირვება სხეულზე, სუნთქვაზე შეწყვიტეთ დაკვირვება და გულზე, იმიტომ რომ გულმა იდეალურად იცის თავისი საქმე, მას თქვენი დაკვირვება არ სჭირდება ეგერთი. მეორე, სუნთქვა ფოთვარ კი მედიტაციური პროცესია სუნთქვაზე დაკვირვება, ხო, ღრმა სუნთქვა და ასე შემდეგ, მაგრამ ფოთვარი ადამიანმა ეს არ უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ მას პირიქით უფრო ფოთვაში ჩააგდებს, რომ სუნთქვა აირია, რაღაც ვერ სუნთქავ კარგად და ასე შემდეგ, ეს კიდე ნიშანია რაღაცა შეიძლება ხდებოდეს ისეთი რასაც ვერ გავაკონტროლებ, რაღაცა გამომეპარება, უნდა აღმოვაჩინო, ხო, აი ვიღაცამ ეს მოულოდნელად გაიგო ამ დიაგნოზის ამბავი, ეს ესე არ დამემართოს, აი რაღაცა ესეთი შიშებია ხოლმე, ხო? ამიტომ შემცირება, მე რაც შემიძლია ეხა გირჩიოთ, შეამციროთ სხეულზე დაკვირვება მაქსიმალურად. და კიდევ რა თქმა უნდა ფსიქოთერაპია, ხო? საბოლოო ვიზიტი, სადაც მიდის ადამიანი, არის ფსიქოთერაპევტის კაბინეტი, იმიტომ რომ ნახეთ, აი მოდიან ადამიანები, პირდაპირ ამას გეუბნებიან, რომ გამოკვლეული ვარ, აქაც ვიყავი, იქაც ვიყავი, ყველა ექიმთან სისხლის ანალიზი, გადაღებული მაქვს თავი, სხეული, ორგანოები, ყველაფერი, არაფერი არ მჭირს, იდეალურია პასუხები ყველაფერი. თვითონ გეუბნება, ხო? ყველაფერი გამოკვლევა არაფერი არ მჭირს. პირდაპირ ადამიანი და მე იწყებს სიმპტომების მოყოლას, ხო? ამიტომ ბოლოს, სადაც მიდიან ხოლმე ესეთი ადამიანები, არის ფსიქოლოგი და ფსიქიატრი, ხო? იცოდეთ და რაც მალე მიაკითხავთ, რაც მალე მიაქცევთ ამას ყურადღებას, რომ ამას კურნალობა სჭირდება, მით მარტივია ამასთან გამკლავება, იმიტომ რომ მე რაღაც აი ხასიათის თვის ნიშან-თვისებად ყალიბდება უკვე ადამიანის დღის წესრიგი და იმ ჩვევაა უკვე, რომ აი სიმპტომები ექიმთან, თქვა შეშფოთება, ექიმთან წასვლა სიმპტომები, აი ამ წრეზე სიარული და ამის ამ ჩვევის შეცვლა უკვე როდესაც აი გიჯდება ძვლებში და ხორცში, ასე ვთქვათ, ძალიან რთული ხდება, აი ძალიან რადიკალური ცვლილებების მოხდენა სჭირდება ხოლმე ადამიანს, რომ აი ეს თავისი ჩვევა, ასე ვთქვათ, გადააგდოს რა და აი განიკურნოს აქედან და კონტროლში ყავდეს, აი აკონტროლოს თავისი აი ეს ნევროტულობა, ნევროზულობა, ხო? და ნახეთ, აი რეალურად ეს რა არის, ხო, რომ აი ტვინი გაშინებთ თქვენი ტვინი, ხო, მეტი არაფერი, სხეულს არაფერი არ ჭირს. ტვინი არის ეს, რასაც ვისაც ეშინია და რაც გაშინებთ, ამიტომ შესაძლებელია ტვინთან ჰარმონიაში ყოფნა, ეს უბრალოდ უნდა ისწავლოთ, ხო? იმიტომ რომ ტვინი თქვენ არ ხართ, ტვინი გააქვთ და უნდა ისწავლოთ მაგისი მართვა და გამოყენება, ტვინის გამოყენება ერთგვარად, ხო? ამიტომ მუშაობა სჭირდება და ეხლა ვინც მისმენთ, მიყურებთ, დაწერეთ კომენტარებში, ხო, რომ თუ გეცნოთ ეს სიტუაცია, აი, როდის იგრძენით პირველად, რომ აი გეგონა რომ რაღაც გჭირდა, როდის იყო ეს პირველად და როდის გააცნობიერე რომ ეს იყო შიში და არა ვთქვათ რაღაცა და აი როდის აღმოაჩენე, მიხდი რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ შიში. აუცილებელია რომ ამას მიხვდეთ რომ ეს არის თქვენი შიში, ეს არ არის რეალობა, ხო? აი ამის ემოციურად უნდა შეიგრძნოთ, რომ ეს არ არის რეალობა. დამიწერეთ კომენტარები, თქვენი აზრი, დამიწერეთ რა ვიდეო, რა თემაზე გინდათ ვიდეო ჩავწერო, გააზიარეთ ჩემი ვიდეო, მოიწონეთ და მადლობა.